რუსეთის ხელისუფლებისა და მედიის მხრიდან ხშირია საუბარი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის გავლით რუსეთს საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე. მსგავსი ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ დე-ფაქტო აფხაზეთის მიერ კონტროლირებად საინფორმაციო სააგენტოებზეც გამოჩნდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხი არ განიხილება. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ინტერესებშია რკინიგზის გახსნას და მიმოსვლის აღდგენას, თუმცა მხოლოდ ქვეყნის გაერთიანების შემდეგ. მსგავსის დადასტურება არის შეუძლებელი, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ რკინიგზას გაიხსნას, მიმოსვლაც იყოს, ოღონდ ქვეყანა უნდა გაერთიანდეს. ჯერ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ეს არის მთავარი სირთულე. ქვეყნის გაერთიანების, ეროვნული ინტერესების დაცვის, ეკონომიკური წინსვლის, ევროინტეგრაციაზე ზრუნვის და აი ამ ევროპული ოჯახის წევრობის ყვალდაკვალ ამ ყველაფერზე ერთად ზრუნვა რთული და ამას ებრძვიან. და ამის შემდეგ ჩვენ რკინიგზა კი არა, ჩვენი მოქალაქეები უნდა შევარიგოთ ერთმანეთს, ჩვენ უნდა შევრიგდეთ, კი არ უნდა ვიბრძოლოთ და ომით, მოწოდებებით კი არ უნდა შევიდეთ და რაღაცები ვაკეთოთ. ამ ჭრილობას მეორე ჩვენი ქვეყანა, ვერც აფხაზები, ვერც რუსები და ვერც ქართველები ვეღარ გადავიტანთ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის უპირველესი, რაც არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მათ შორის საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს. რუსეთი არის ოკუპანტი და რა თქმა უნდა, სანამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება აღდგენილი და მათ შორის ბაზების, სამხედროების გაყვანა არ მოხდება, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელმაც შეიძლება თქვათ რუსეთი გააძლიეროს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის რეალურად საფრთხის შემცველი.